კაბადოკია მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საოცარი და ზღაპრული ადგილია. აქ მოგზაურობაზე ბევრი ოცნებობს, მათ შორის მეც დიდი ხანია აქ მოგზაურობა მინდა და დადგა დღე, როდესაც მეც ვიმოგზაურებ ამ ულამაზეს ადგილას, მაგრამ ამას ცოტა განსხვავებულად გავაკეთებ. ეს მოგზაურობა განსხვავებული იქნება, რადგან ჯამში თითქმის 3000 კილომეტრს გავივლი ჩემი ახალი Tesla Model S Plaid-ით. ეს არ იქნება უბრალოდ მოგზაურობა. ეს იქნება ჩემი გამოცდილების გაზიარება, ჩემი ახალი მანქანის ტესტი და ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და დიდი თავგადასავალი. ასე რომ მოემზადეთ კაბადოკიაში სამოგზაუროდ. მოგესალმებით მეგობრებო, დაგიბრუნდით ახალი სამოგზაურო ვიდეოთი, მაგრამ ეს იქნება ცოტა განსხვავებული ვიდეო, რადგან ჩვენი მოგზაურობა რა თქმა უნდა თბილისიდან იწყება, მაგრამ არა აეროპორტიდან, არამედ დომინოს ლეგენდარული პარკინგიდან, იმიტომ რომ ვისაც მანქანა ერთხელ მაინც გაუყიდია, ყველამ კარგად იცის ეს ლოკაცია მოკლედ რა. და მეც რა თქმა უნდა აქედან დავიწყებ ჩემს მოგზაურობას, რომ კარგად გაგაცნოთ ჩემი ახალი მანქანა. თბილისში ამინდი რა თქმა უნდა იდეალურია, როგორც ბოლო თვეების განმავლობაში, ქარი არის საშინელი, არ მაცდის არც გადაღებას, არაფერს, მოკლედ იმედია ჩემი ხმა მაინც ისმის კარგად. მოკლედ, ეს არის Tesla Model S Plaid, რომელსაც აქვს 1020 ცხენის ძალა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი სერიული მანქანა დღესდღეობით მთელ მსოფლიოში. არის სრულიად ელექტრო, როგორც იცით. მოკლედ, ვინც კარგად მიცნობს, ყველამ კარგად იცის, რომ ელექტრომანქანების მოყვარული ვარ ზოგადად და განსაკუთრებით Tesla-ს, რადგან წინა მანქანაც Tesla მყავდა Model S, მაგრამ შედარებით ძველი იყო. გავყიდე და მოკლედ ჩამოვიყვანე აი ასეთი Model S Plaid, რომელიც გამოირჩევა სწორედ აი ამით, რომ 1020 ცხენის ძალა აქვს და რა თქმა უნდა კიდე ძალიან ბევრი საინტერესო ფუნქცია აქვს, რასაც ამ მოგზაურობაში ყველაფერს დეტალურად გაგაცნობთ. ამ მანქანით მოგზაურობა გადავწყვიტე, იმიტომ რომ მაინტერესებს რამდენად კომფორტული არის დიდ გზაზე. მე ძალიან კარგად ვიცი Tesla-ზე მოკლედ ყველაფერი, რადგან 4 წელი ვიარე წინა მანქანითაც და ზუსტად ვიცი რამდენად კომფორტული და აი რამდენად იდეალური მანქანა არის მართლა და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მანქანაც იმაზე ბევრად უკეთესი იქნება და ეს მოგზაურობა ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული იქნება ალბათ. გადავწყვიტე, რომ კაბადოკიამდე ჩავიდე, რადგან კაბადოკიის ნახვა ისედაც ძალიან მინდოდა და აი ასეთი შანსი მომეცა, რომ ჩემი ელექტრომანქანით წავიდი ახლა კაბადოკიაში. რა თქმა უნდა, გზაში გადავიღებ ყველაფერს, როგორ ჩავალთ იქამდე, რამდენი დამუხტვა დამჭირდება, რამდენი ლარის დენით ჩავალთ და მოკლედ აი ყველაფერს დეტალურად გაგიზიარებთ, ასე რომ არხი გამოიწერეთ, ვიდეო დაალაიქეთ, არ დაგავიწყდეთ კომენტარების დაწერა და წავედით კაბადოკიაში. ვიდრე თბილისიდან გავალ, დავინიშნოთ კილომეტრაჟი. მოკლედ სახლში დავტენე გუშინ ღამე, ძირითადად სახლში ვტენი ხოლმე მე და ეხლა არის 530 კილომეტრზე, 570-ზე იყო, მაგრამ თბილისში ვიბოდიალე ცოტა სანამ მოვემზადე და მოკლედ თბილისიდან გავდივართ 530 კილომეტრით. ნახოთ, რამდენ ხანში დამჭირდება დამუხტვა. გორში გაჩერებას არ ვაპირებ, სავარაუდოდ თერჯოლაში რო სმარტი არის, იქ გავჩერდები და ნახოთ რამდენი კილომეტრით ჩავალთ იქამდე. კონდიციონერის ჩართული მაქვს, როგორც ხედავთ და მოკლედ არაფერზე უარს არ ვამბობ. ვიდრე მოგზაურობას გავაგრძელებთ, ჯერ ზაჰესში უნდა გავიაროთ ძალიან კაი ხალხთან. ყველანაირი სერვისი აქვს საერთოდ, რაც კი შეიძლება რომ მანქანაზე დაგჭირდეთ. მუშაობენ მარტო Tesla-ზე და მოკლედ ვინც Tesla-ს ჩამოყვანას აპირებთ ან ყავთ და რამე ნებისმიერი სერვისი გჭირდებათ, მოკლედ მიმართეთ. პირველ რიგში ძალიან მეგობრული გარემო დაგხვდებათ და არ არსებობს პრობლემა, რის მოგვარებაშიც ვერ დაგეხმარებიან ეს ადამიანები. ეხლა მეც იქ გავივლი, კარგად შევხედოთ მანქანას, დავასერვისოთ, რამე ხო არ არის საჭირო და მერე გავაგრძელოთ ჩვენი მოგზაურობა მშვიდად და წყნარად. Space Motor-ში შეგიძლიათ მოაგვაროთ როგორც პროგრამულ ნაწილთან დაკავშირებული პრობლემები, ასევე მიიღოთ ყველა ის სერვისი, რომელიც ავტომობილის სრულიად გასამართად არის საჭირო. მათ შორისაა შეღებვა, სათუნუქე სამუშაოები და ავტომობილის რობოტზე გასწორება. მოვედი მეგობრებო, Space Motor-ში და იმახსოვრეთ და ვისაც Tesla ჩამოყავთ, მოკლედ აი აქ დაგხვდებათ ყველა ის სერვისი, რაც დაგჭირდებათ, რომ თქვენი Tesla გამართოთ თავიდან ბოლომდე. მეც დაახლოებით 2800 კილომეტრი მაქვს წინ გასავლელი და რა თქმა უნდა, მანქანას იდეალურად უნდა ენდობოდი ამ დროს, რომ
აი ამ ხელა გზაზე წახვიდე მით უმეტეს სხვა ქვეყანაში და რა თქმა უნდა Space Motors-ში შემოვიარე. აი ხიძე რო გადმოხვალ ძაჰესის, აი ეს არის შემოვლითი გზა და აი აქვე არის ზუსტად ჩამოსახვევი, აი ეს ადგილი დაიმახსოვრეთ და აი აქედან ჩამოხვალ ზუსტად Space Motors-ის ეზოში. აი ეს კაცი არის ბუკა და აი ამ კაცის დამსახურება არის ეს მანქანა 2800 კილომეტრს რო გაივლის თავისუფლად რა. მადლობა ძმაო დიდი. გაიხარ. ესეც ასე, ჩემი Tesla იდეალურად გამართულია და წავედით კაბადოკიაში. ერთი-ორი სიტყვით გეტყვით ახლა ამ საჭეზე. ერთი შეხედვით შეიძლება იფიქროთ, რომ ძალიან არაკომფორტულია, არაპრაქტიკულია, მაგრამ აი როგორც კი 3-ჯერ ან 4-ჯერ დაჯდებით ამ მანქანაზე და აი ასეთ საჭეს მართავთ, ისე მიეჩვევით, რომ აი რა ჩვეულებრივ საჭე შეიძლება ვეღარ მიეჩვიოთ რა, ვეღარ გადმოხვიდეთ უკან რა, იმიტომ რომ აი ძალიან კომფორტული არის, განსაკუთრებით დიდ გზაზე როცა მიდიხარ, აი ისვენებ რა. ჩვეულებრივად აი ესე ზემოდან შეგიძლია ხელი დაადო საჭეს და ისე კომფორტულად მართავ მანქანას, რომ არ ვიცი, აი ჩვეულებრივ საჭე, არ ვიცი, ბევრად არაკომფორტულია დიდ გზაზე. როგორც გითხარით, გორში გაჩერებას არ ვაპირებდი, მაგრამ ჩემი ძმისშვილი ლიზა წინა ვიდეოებიდან წესით უნდა გახსოვდეთ, ექსკურსიაზე მიდის ჩემს უსაყვარლეს ქალაქში ქუთაისში და ავტობუსი გაუფუჭდათ, როგორც მითხრეს ახლა გორის Smart-თან და რა თქმა უნდა შევივლი და ვნახავ. ასევე რა თქმა უნდა ამ მანქანას აქვს სრული ავტოპილოტი, რომელიც გაძლევთ საშუალებას, რომ აი ლოკაცია მონიშნოთ და პირდაპირ თვითონ წაგიყვანთ, მიგიყვანთ, დააპარკინგებს, მოკლედ ყველაფერს გააკეთებს თვითონ. თქვენი ჩარევა არაფერში არ იქნება საჭირო რა, მაგრამ რუქების ჩაწერა არის ხოლმე საჭირო საქართველოში და აი აგერ ზაჰესში, სადაც ვიყავი, ეს ბიჭები დაგეხმარებიან, რომ ხარისხიანად, მარტივად და შედარებით ბიუჯეტურად დააყენოთ ეს რუქები. რა თქმა უნდა, გარანტიასაც იძლევიან, როგორც ვიცი. მაგრამ სრულ ავტოპილოტთან ერთად აქვს კიდე ჩვეულებრივი კრუიზ კონტროლი და აქვს აი ხაზებს რო გაყვეს რა. აი მაგალითად ავტობანზე ეს არის იდეალური ფუნქცია ჩემთვის. შემიძლია ახლა ჩავრთო ეს ფუნქცია და მშვიდ დაწყნარად ვიჯდე და თავისით გააკონტროლებს ყველაფერს, დაატორმუზებს, ააჩქარებს, შეგიძლიათ ხაზებით შეაცვლევინოთ და მოკლედ აი ყველაფერს გააკეთებს თვითონ, ასე რომ რავი, ჩემი აზრით ძალიან კარგი ფუნქციაა. გორში ვართ, გამოეცალეთ. გაფუჭებული ავტობუსით. რას აპირებთ ახლა? ეს ის საყვარლად? გამო, მე წაგიყვანთ მეთქი გეუბნები ქუთაისში, რატო არ მოდი? სიამოვნებით წამოყვებოდით შენთან ერთად დავწესავდით დიდ გზაზე Tesla-ს. მე კიდე ქუთაისში დავრჩებოდი სიამოვნებით ჩემს საყვარლეს ქალაქში. მოკითხვა ყველა ქუთაისელს. გამარჯობა. ჩამოგაკითხეთ. როგორია? გამარჯობა, ან როგორია? რაღაცა შეუშალეთ ხელი. ვიგაში ვარ, გამარჯობა. აი ასეთი ყიარული მოგზაურობა გამოდის რა. წამოდით მეთქი თურქეთში გეუბნებით და არაო. მე სიამოვნებით წამოვიდოდი, ახლა არ გაჩერება, ნამდვილად არ მინდა. მოკლედ ახლა თბილისიდან ელოდებიან მიკროავტობუსს, რომელიც წაიყვანს მერე გააგრძელებინებს გზას რა. ესეთი ამბავი. ნამდვილი თავგადასავალი გამოგვიყვება. გავაგრძელეთ გზა. აქ დიდი ხანი არ გავჩერდი. თან ლიზამ და თათიამაც გააგრძელეს უკვე გზა და მოკლედ წავედით. ჩემი შემდეგი გაჩერება იქნება თერჯოლის Smart-ი, სადაც სავარაუდოდ დავტენი ჩემს Tesla-ს, აქ არ დავტენე და ეხლა არის 417 კილომეტრზე ზუსტად, ასე რომ წავედით თერჯოლაში. მოკლედ ვაგრძელებ გზას. აი ეს არის კიდევ ერთი Tesla-ს პლუსი. კამერის სამაგრი არ მაქვს და პირდაპირ იმაზე დავამაგრე რა, ძირს დავდე შტატივზე. აი ესე შემიძლია ეხლა კომფორტულად ვიმგზავრო. მოკლედ ბევრი გაჩერებები მიყვარს გზაში, ვინც ხშირად მიყურებთ, იცით მოკლედ სულ არაფერი არ მინდოდეს, მოკლედ აი სადმე რომ გზავრობ და დიდ გზაზე მივდივარ, აი შეიძლება ყველა მაღაზიაში გავაჩერო, ისე მიყვარს გაჩერებები რა. ხო და Smart-შიც ეხლა საერთოდ არაფერი არ მინდოდა იდეაში, მაგრამ მაინც გავაჩერე და რაღაც პატარა სენდვიჩებივით რაღაცეები წამოვიღე. მიძლია ეხლა გზაში მივირთვა. დროც არ დავკარგო.
ჩამოვედით ერჯოლაში, პატარა შესვენებას გავაკეთებ, ეხლა თან მანქანას დავტენი. აუცილებლობა არ იყო მანქანის დატენვის, იმიტომ რომ დაახლოებით 316 კილომეტრი მქონდა კიდე დარჩენილი ბათუმამდე თავისუფლად ჩავიდოდი, მაგრამ მაინც დავტენი, ბოლომდე არც დავტენი 80%-ამდე, მოკლედ ვისაც ელემენტის მოფრთხილება გინდათ, დატენეთ 80%-ამდე, აი იშვიათად დატენეთ ხოლმე ბოლომდე, როცა აი ძალიან შორს მიდიხართ ან ასე შემდეგ რა. 15 წუთი უწერია, ეხლა ბოლომდე რომ დაიტენო ჩემი მანქანა და გავაგრძელებ გზას 15 წუთში. რამდენი დამიჯდება ეს ერთი დამუხტვა, ამასაც აუცილებლად გაგიზიარებთ. ჩემ გეგმებს რაც შეეხება, რადგან დღეს იქ თბილისში ამინდმა არ დაგვაცადა რომ გამეზიარებინა, მოკლედ დღეს შევეცდები რომ ბათუმში ჩავიდე. დღესღამე დავრჩები ბათუმში, დავისვენებ, არ ვიჩქარებ, არსად არ მეჩქარება. მაქსიმალურად ვეცდები რომ ვისიამოვნო ამ მოგზაურობით, მაქსიმალური სიამოვნება მივიღო და ხვალ უკვე გადავალ თურქეთში. ხვალ თავარი გეგმა იქნება რა თქმა უნდა კაბადოკიამდე ჩასვლა, მაგრამ ვინაიდან არ ვიცი თურქეთში სატენები სად არის, როგორი გზები იქნება, მოკლედ რა, თავარი გეგმა იქნება კაბადოკიაში ჩასვლა, მაგრამ განვიხილავ რომ სხვაგანაც მომიწიოს სადმე დარჩენა, ასე რომ პრობლემა არ არის, არსად არ გვეჩქარება და ვისიამოვნოთ და ისე ვიმოგზაუროთ. თქვენ ამასობაში შეგახსენებთ რომ ჩემი არხი გამოიწეროთ აუცილებლად ეს ვიდეო დაალაიქოთ, კომენტარები დამიწეროთ და რა თქმა უნდა ინსტაგრამზე გამომყვეთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი საინტერესო რამ გამოგრჩებათ თუ ინსტაგრამზე და ფეისბუქზე არ გამომყვებით. ეხლა ჩემ მანქანას კარგად განახებთ ვიზუალურად რა მომწონს და რა არ მომწონს, ვიდრე მანქანა დაიტენება, მანამდე ეს დრო გამოვიყენოთ. გარედან ვიზუალი ჩემთვის ამ მანქანის არის 10-დან 10, ყველა მოდელესის რა. ყველაზე მეტად ტესლაში სწორედ აი ეს მოდელი მომწონს. და ასევე როგორც ყველა ელექტრომანქანას, ამასაც აქვს წინ პატარა სათავსო, მაგრამ ამ კონკრეტულ მოდელებში, რომელსაც 4-ვე წამყვანი არის, შედარებით პატარა საბარგული აქვს, რადგან წინაც ძრავი აყენია. შიდა ინტერიერზე ბევრს არაფერს არ ვიტყვი, იმიტომ რომ ძალიან მომწონს, განსაკუთრებით მომწონს აი ასეთი ვიზუალით მოდელ S-ები, რომელიც გამოვიდა 2021 წლიდან. ეს ჩემი Play-იც არის 21 წლიანი, 2021-იანი და აი ასეთი ვიზუალით გამოდის 21-დან, მოკლედ. Play-დებიც 21-დან გამოვიდა. Play-ს შეგახსენებთ, რომ განსხვავდება იმით, რომ 1020 ცხენის ძალა აქვს. სხვა მეტი განსხვავება ისეთი არაფერი არ არის. ერთადერთი სხვაობა რაც არის 1020 ცხენის ძალა და შეიძლება რაღაც ფუნქციები ქონდეს უბრალოდ დამატებული ან რაღაცები გაძლიერებული იყოს. მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ აჩქარება აქვს აი არანორმალური, ამასაც შევეცდები რომ განახოთ, ეხლაც მთელი გზა 120-ით მოვდიოდი, მთელი გზა კრუიზ კონტროლი მქონდა ჩართული და კონდიციონერი, მუსიკა, მოკლედ აი ყველაფერს არაფრის ეკონომიას არ ვაკეთებ, როგორც ბევრმა იცის ხოლმე ავტობლოგერებმა განსაკუთრებით, იმიტომ რომ თვითონ რაღაც არ მოსწონთ, რატომღაც ისე ლაპარაკობენ მანქანაზე, რომ რავი, აი ყიდვა რო გინდოდეს გადაგაფიქრებინებენ რა. სინამდვილეში ეგრე არ არის. ძალიან ბევრ ამას დამიჯერეთ, არასწორად გეუბნებიან და ჩემი აზრით, როდესაც ადამიანი მანქანას აფასებს, ყოველთვის უნდა დააყოლოს, რომ ჩემი აზრით და თავისი გემოვნებით, იმიტომ რომ თუ თვითონ რაღაც არ მოსწონს და თუ თვითონ რომელიმე მანქანა არ მოსწონს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცუდი მანქანაა და თქვენც არ უნდა იყიდოთ. ასე რომ თქვენ თვითონ მიიღეთ გადაწყვეტილება. მე როდესაც მეკითხებიან ტესლაზე რამდენად კმაყოფილი ვარ, ყოველთვის ვეუბნები, რომ მე სხვა მანქანის ყიდვას აღარც განვიხილავ რა. ყოველდღიურ მანქანად და აი არ ვიცი, საქართველოში არის იდეალური რა, დამიჯერეთ. მე რო პირველი ტესლა ჩამოვიყვანე, მაშინ კიდე რთული იყო, იმიტომ რომ ამდენი სატენები არ იყო, ხელოსნები არ იყვნენ და ეხლა აი დამიჯერეთ, იმდენად გამარტივებული არის ეს ყველაფერი, რომ საერთოდ არაფერზე პრობლემა არ გექნება. ასე რომ ვისაც ყიდვა გინდათ და ფიქრობთ ჩამოყვანას, შემგან 100%-იანი რეკომენდაცია. კიდე ძალიან ბევრ ამას გაგიზიარებთ გზადაგზა ამ მანქანაზე, ასე რომ რა თქმა უნდა ამ ვიდეოს ბოლომდე უნდა უყუროთ. ვაგრძელებთ გზას და ეხლა შევეცდები განახოთ, რაც არის ამ მანქანის ერთ-ერთი მთავარი მუღამი, ასე ვთქვათ რა. პირველ რიგში აი ამას ვაკეთებ, შევდივართ მენიუში და ვირჩევთ სამი რეჟიმი აქვს, chill, სპორტი და play. გადავდივართ play-ზე, აქ აქვს კიდე drag strip mode, რომელსაც რა თქმა უნდა ეხა არ გავტესტავ, რადგან აი ეს drag strip mode არის მაქსიმალური, რაც შეუძლია ამ მანქანას რომ გამოწყურო მოკლედ რა, მაგრამ ჩემი აზრით მაინც უფრო მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ ადამიანები ამ ყველაფერს, იმიტომ რომ როცა იცი რომ 1020 ცხენის ძალა არის ამ მანქანაში და აი ამხელა სიმძლავრეს მართავ,
მეტი პასუხისმგებლობა გჭირდება ჩემი აზრით, რა და ხანდახან შეიძლება გაერთო, მაგრამ მაინც ცანცარი არ უხდება ამ ყველაფერს. ასე რომ თქვენც სიფრთხილე გამოიჩინეთ, გაერთეთ, მაგრამ ზედმეტი არ უნდა მოგივიდეთ, ყველაფერი კარგად უნდა აკონტროლოთ. შემდეგი რასაც ვაკეთებთ, კამერა უნდა დაამაგროთ კარგად, იმიტომ რომ მე ხა დამაგრებული არ მაქვს და დიდი შანსი არის რომ შულში მომხვდეს, მაგრამ მოკლედ, აი როგორც კი პლეიზე გადაიყვან, რადიკალურად იცვლება მანქანა და არ ვიცი, რაღაც მონსტრი იღვიძებს მართლა, იმიტომ რომ არანორმალური მანქანა ხდება მართლა რა. არ ვიცი, აი სიტყვებით ამის გადმოცემა, აი ძალიან რთული არის ამ შეგრძნების, რასაც აი ეს მანქანა განიჭებს რა. ეხლა ცოტა შევნელდები, რომ აჩქარება უკეთესად ვიგრძნოთ. ეს კამერა იმედია მართლა შულში არ მომხვდება. ფეხით ვიჭერ მაქსიმალურად, მაგრამ მაინც იმედია. მივდივართ 100-ით, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ უიმე არ არის მეგობრებო, ეს ნორმალური არ აი რას ისწრაფითაც არ უნდა მიდიოდე, აი როგორც კი გაზ დააჭერ რაღაც სასწაულს შვება ეს მანქანა მართლა. მე მომიწია ერთხელ გვერდზე ჯდომა ამ მანქანაში და მოკლედ ის შეგრძნება, რაც გვერდზე მჯდომს ეუფლება, აი ეგ კიდე სხვა არის რა. საჭესთან როზი ხარ, კიდე სხვა არის. აი იმდენად ვერ აღიქვა, იმიტომ რომ თან შენ აკონტროლებ და რავი ნებისმიერ მომენტ შეგიძლია აუშვა გასფეხი და სული დააბრუნო სხეულში, მაგრამ როცა გვერდით ზიხარ, აი ეგ არის საერთოდ კატასტროფა მართლა. ოპა, გამარჯობა კამერა. ერთი ჯარიმა ავირტყი უეჭველი. აი ეს საჭეც ჩემი აზრით სპეციალურად არის ასეთი. რადგან როცა ჩქარდები, აი გინდა არ გინდა ორივე ხელი გიკიდია საჭეზე რა, სხვანაირად აი შეუძლებელია საჭეს თუ არ მოეჭიდე, აი მართლა გადაჯდები უკან რა და არ ვიცი, ძალიან რთული არის სხვანაირად თავი შეიმაგრო, იმდენად არანორმალური აჩქარება აქვს. და აი ზედა მხარე რო კონდეს, აი ქართველებისთვის იქნებოდა ეგ დამღუპველი, იმიტომ რომ აი ზემოდან რო ესე საჭეს ხელს მოკიდებ და აი ესე ძალიან ძერსკად რომ მიდიხარ და პლეიდის რეჟიმით გასფეხს დაადგავ, აი ზუსტად მაგ პოზაშივე აბზანდები ზემოთ, აი მართლა, იმიტომ რომ შეუძლებელია რა სხვანაირად. ამიტომ ძალიან კარგი გადაწყვეტილება არის, რომ საჭე ასეთია, თითქოს რაღაც კოსმოსურ ხომალდში ზიხარ თუ რაღაც ბოინგში, იმიტომ რომ აჩქარება მართლა ზუსტად ისეთივია. კიდე ერთი რამ, რაც ამ მოდელებში განსაკუთრებით მომწონს, ვიდრე წინა მოდელებში, აი ეს ხელის დასადები, ნახეთ რამხელა ადგილია, აი ისე კომფორტულად ზიხარ, იმხელა სივრცე არის მანქანაში, რომ აი მოკლედ ძალიან კომფორტულად ზიხარ, რა წინა მოდელებში აი ეს იყო ცოტა უფრო უკან გადაჭრილი და აი რაღაც არაკომფორტული იყო ხელის დადება და ამ მოდელებში აი 2021 და რომელი მოდელებიც გამოვიდა, უკვე აი ასეთია, აქ დიდი ტევადი სათავსო აქვს. ასევე საკმაოდ დიდი სათავსო აქვს წინ, ჭიქის შესადებებიც აქვს, ერთი დიდი სათავსო აქვს და ეს შეგიძლიათ გახსნათ და ქვემოთ კიდე ძალიან დიდი სათავსო აქვს. ასე რომ როგორც ხედავთ, ისეთი საოჯახო ძალიან კომფორტული მანქანა არის, დიდი სათავსოებით და მოკლედ აი ყველაფერი არის, რაც შეიძლება რომ მანქანაში იყოს. და ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ ამ მანქანით ძალიან ბევრ სუპერკარს შეგიძლიათ გაასწროთ, რა ვიცი, მილიონები რო ღირს, აი ესეთ სუპერკარებს რა, კი მესმის რომ ყველას თავისი მუღამი აქვს, მაგრამ აი ესეთი საოჯახო სედანით რომ შეგიძლია მაგალითად რაღაც ფერარებს და პორშეებს და ასე შემდეგ ასეთ მანქანებს გაასწრო, მე მგონი დასაფასებელია ნამდვილად. გამოჩნდა მეგობრებო, გამოჩნდა ჩვენი ულამაზესი ბათუმი. ერთი სული მაქვს, როდის მივალ. დავბინავდები და ქალაქში გამოვისეირნებ. ბოლოს რო ვიყავი, რაღაც რემონტები კეთდებოდა ქუჩებში და ნახოთ ახლა დამთავრდა თუ არა. ქუჩების დაუმთავრებიათ, როგორც ხედავთ, ქვაფენილი აღარ არის, უკვე ჩვეულებრივი ასფალტი დაეგო და ჩემი აზრით, პირადად ჩემი აზრით, ესე უკეთესია, იმიტომ რომ არ ვიცი, ის ქვაფენილი ცოტა რთული
მოსავლელია და თან მანქანებზე არც ისე კარგად აისახებოდა, ასე რომ მე მგონი ასე ჯობია. აი მითხარით ეხლა რა, აი ასეთი ლამაზი ქალაქი, სად შეიძლება რომ იყოს სხვაგან სადმე? არსად, აი დამიჯერეთ ასეთი ლამაზი და საყვარელი ქალაქი, აი სოფლიოში არსად არ არის. ამოვედი 39 სართულზე და აქ ხო აი ცალკე ის გჭირდება რა რუქა რომ გააგნო. 3904 არის ჩემი ნომერი თუ რაღაც. მოვაგენი და აი ესეც ჩემი ოთახი. აი ესე ლამაზად გამოიყურება სტანდარტული ორბის ნომერია, როგორიც არის ხოლმე. ხედი რა თქმა უნდა. ლამაზი იშლება აქედან. წინ ეს გიგანტური ორბი და აქეთ ზღვის ხედი. რა თქმა უნდა უკეთესი ხედიც შეიძლებოდა, მაგრამ ბევრი ძებნა არ დამიწყია პირდაპირ ბუკინგზე დაუჯავშნე და 100 ლარი გადავიხადე ერთ ღამეში რა. ნუ უფრო იაფიც არის ხოლმე თუ ესე შინაურულად მოძებნი, მაგრამ რავი ერთი ღამე თუ არ და აღარ დამიწყია ბევრი წვალება. ჩამოვედი გარეთ მანქანასთან ვიყავი, ეხლა დასატენად მინდოდა რომ წამეყვანა, მაგრამ მე რო დავფიქრდი, ეხლა აქედან მანქანის გამოძრავება იქნებოდა. ადგილს ვეღარ ვნახავდი ალბათ ვერასდროს და ამიტომ გადავწყვიტე რომ უბრალოდ გავისერინო ცოტა ხანი გარეთ, დავათვალიერო ბათუმი რა არის ახალი და მანქანას ხვალ დილით დავტენი, მოკლედ სანამ წავალ, გავივლი სატენზე 1.5 საათი დაჭირდება ალბათ დავტენი და მერე გავაგრძელებ გზას. დავდივარ მოკლედ ვსეირნობ, ახალი რა გითხრათ, რა უნდა განახოთ, არ ვიცი, უბრალოდ რავი, ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ, ის არის რომ არასდროს არ მომბეზდება ამ ქალაქში ჩამოსვლა და სეირნობა რა, მეტი არაფერი. ცოტა ხანიც გავისეირნებ ეხლა და მერე დავბრუნდები ჩემს სასტუმროში. დილა მშვიდობის მეგობრებო, ესეც ჩემი მოგზაურობის მეორე დღე. მანქანის დასატენად ვიყავი მოსული. ბოლომდე დამჯდარი არც დღეს არ იყო, მოკლედ ამ დატენვაზე გადავიხადე 35 ლარი, წინა დატენვაზე გადავიხადე 25 ლარი, წინა არ მithkomს. ანუ ჯამში ჯერ ორჯერ დამჭირდა დატენვა, ასე რომ ვნახოთ, დღევანდელი გეგმა არის რომ Samsung-ამდე ჩავიდე, იმიტომ რომ არ მინდა მაინც დღეს რომ ბოლომდე მივასკდე და დღეს ჩავიდე ბოლომდე კაბადოკიამდე, ასე რომ დღეს ჩავიდეთ Samsung-ში. 550 კილომეტრი არის მე მგონი აქედან Samsung-ამდე და ერთი დამუხტვა სადმე თურქეთში დავჭირდება, ასე რომ ნახოთ თურქული აპლიკაციები როგორ იმუშავებს, იმედია ევაკუატორით უკან მოსაბრუნებელი არ გავხდები. მოვედი მეგობრებო საზღვართან, სიმართლე გითხრათ, პირველად გადავდივარ საკუთარი მანქანით სხვა ქვეყანაში, სომხეთში კი ვიყავით ერთხელ მანქანით, მაგრამ მაშინ ჩემი ძმა იჯდა საჭესთან და ჩემი ძმის მანქანა იყო, ასე რომ ეხლა მე პირველად გადავდივარ და ვნახოთ მოკლედ რამდენად მარტივად გავივლი ამ პროცედურებს. ქართული მხარე უკვე გამოვიარე საკმაოდ მარტივად, ეხლა თურქეთის მხარეს ვარ, რაღაცებს შეამოწმებენ ალბათ და იმედია მალე გამიშვებენ. მოკლედ იმედია თურქეთიდან დაგიბრუნდებით. თურქეთში ვარ მეგობრებო, გადმოვედი საზღვარზე, ცოტა კი მაწვალეს თურქეთის მხარეს, ხან სად გამიშვეს, ხან სად მერე არ მიშვებდნენ მანქანა ცალკე და აპარკინგეო, მოკლედ არ ვიცი რა ეჭვები გამოვიწვი ამ ხალხში, მაგრამ საბოლოოდ გადმოვედი თურქეთში. როგორც მოსალოდნელი იყო, მომილოცეთ, მაგრამ იმდენი ხანი ვიწვალე აქ გადმოსვლაზე, რომ მე მგონი Samsung-ამდე ჩასვლასაც ვერ მოვასწრებ დღეს და ტრაბზონში მომიწევს მე მგონი დღეს დარჩენა. ჩვენი მოგზაურობა ხო წინასწარ არაფერი არ არის დაგეგმილი და სად რა მოგვიწევს, როგორ მოგვიწევს, კაცმა არ იცის, ასე რომ ნახოთ რა იქნება.
ესეც ჩემი პირველი გაჩერება თურქეთის ტერიტორიაზე. მინდოდა რომ სადმე გამეჩერებინა მანქანა და ლამაზი ხედებით დავტკბარიყავი და ესეთი ადგილი შევარჩიე, დიდი კი არაფერი, მაგრამ ისეთი გზა მოდის, რომ რა ვიცი, თითქმის არსად გასაჩერებელი არ არის რა. აქვე ერთ მნიშვნელოვანი ინფორმაციას გაგიზიარებთ, რადგან როგორც იცით, მოგზაურობისას სწრაფი ინტერნეტი ძალიან მნიშვნელოვანი და საჭიროა, რადგან ძალიან ბევრ ამას გიმარტივებს, მაგრამ როდესაც ელექტრომანქანით მოგზაურობ, სწრაფი და ხარისხიანი ინტერნეტი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ინტერნეტის გარეშე ფიზიკურად ვერ მოძებნი, ვერც დამტენებს, ვერც დარეგისტრირდები, ვერც გადაიხდი. მოკლედ, რა ვიცი, გარე სამყაროს იქნები მოწყვეტილი და ძალიან რთული იქნება ამ ყველაფრის გაკეთება და მე როგორც კი გადმოვედი თურქეთის საზღვარზე, რა თქმა უნდა, ლაგის აპლიკაციაში გავააქტიურე ჩემი მობილური ინტერნეტი და სხვათა შორის არა მხოლოდ ჩემს მობილურ ტელეფონში მაქვს ახლა სწრაფი ინტერნეტი, ტესლასაც გავუზიარე და რუქებსაც მაჩვენებს და რა ვიცი, იდეალურად მუშაობს ტესლაშიც ლაგის ინტერნეტი. სავარაუდოდ ტრაბზონამდე დატენვა არ დამჭირდება, რადგან 350 კილომეტრზე არის ჩემი მანქანა, რომ გამოვედი ბათუმიდან იყო 440 კილომეტრზე. აი დამტენიდა რომ წამოვედი იყო 444 კილომეტრზე და ეხლა არის 350-ზე. ტრაბზონამდე დარჩენილია თუ არ ვსწრები დაახლოებით 100-110 კილომეტრი, ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ მოკლედ დატენვა არ დამჭირდება ტრაბზონამდე და იქ მერე შევეცადოთ სადმე მოვძებნოთ დამტენი და იმედია მარტივად დავტენით. ორი სიტყვით კომფორტზეც გაგიზიარებთ, რამდენად კომფორტული სატარებელი არის ტესლა. მოკლედ, წინა მანქანაც რაც მყავდა Model S, მაშინვე ვამბობდი, რომ აი ამაზე კომფორტული სატარებელი მანქანა არასდროს არ მყოლია მეთქი, მიუხედავად იმისა, რომ რა ვიცი, ბევრი მანქანა გამომიცვლია. კონკრეტულად ეს მანქანაც, არ ვიცი, ჩემი აზრით, ჩემთვის პირადად იდეალური სატარებელია, იდეალური სამართავი მანქანა არის. დიდ გზაზე, აი რამხელა გზაზეც არ უნდა მიდიოდე, აი დაღლილობას საერთოდ ვერ გძნობ რა, იმდენად მარტივად მართავ, რომ აი საერთოდ არ იღლები გზაში. მე ყოველ შემთხვევაში ასე ვარ და ჩემთვის ეს მანქანა, რავი, 100%-ით იდეალურია. ამასობაში წვიმაც დაიწყო, არ გამკვირვებია სიმართლე გითხრათ. რაღაცას ველოდებოდი, რომ რაღაც ისე კარგად არ უნდა წასულიყო, როგორც მიდიოდა. იმის მაგივრად რომ მზე და იდეალური ამინდი დამხვედროდა თურქეთში, წვიმა დაიწყო. გზა აღარ ჩანს მეგობრებო, ამას შეხედეთ. რა წვიმა დაიწყო ნახე. საერთოდ აღარ ჩანს არაფერი. დავრჩენილიყავი ბათუმში. რა მინდოდა, რა ვიცოდი ესეთი წვიმა თუ იქნებოდა, თორე მართლა რა აზრი ქონდა წამოსვლას. ტრაბზონამდე იქნებ ჩავიდე როგორ მე რა. რავი, დაველოდები მე გამოდარებას. კიდევ ერთი პატარა გაჩერება და ნახეთ რა ხდება, რამხელა ტალღებია. საშინელი ამინდი დამხვდა თურქეთში, მოკლედ წვიმს, ქარია საშინელი და ესეთი ტალღებია. გაითვალისწინეთ კიდე რომ ჩქარა ვერ ივლით ამ გზებზე. დაახლოებით 80 არის ყველგან დასაშვები და ძალიან ბევრი კამერები აყენია, ასე რომ საქართველოში ჩამოსვლამდე კაი ბევრ ჯარიმას გადაგახდევინებენ. ესეც გაითვალისწინეთ. ესეც ჩემი უმშვენიერესი ტესლა. ზუსტად 100 მეტრი გამოვიარე და აქვე ყოფილა თურმე ბენზინ გასამართ სადგურის და რაღაც პატარა კაფეც არის, შევიდეთ, ნახოთ რამე თუ იქნება თუ არა და უბრალოდ მაღაზიაში ვიყიდი რამეს და გავაგრძელებ გზას. აი ესეთი რაღაცები ვიყიდე, სენდვიჩი, პროტეინის შოკოლადი და რა თქმა უნდა თხილეული. მაგრამ ეხლა ერთი 20 წუთი არის რაღაცას ვაკეთებ და მინდა ეხლა კიდე ერთი ტესლას პლუსი გაგიზიაროთ. აი ასე შეგიძლიათ მარტივად თქვენი ტესლა გადააკეთოთ სახლ მანქანად. აგერ მშვენიერი ერთკაციანი საწოლი გავშალე. სპეციალურად არ გადავიღე ამის გაშლა, იმიტომ რომ დაახლოებით 20 წუთი არის და ამას ვბერავ რა. აი ესეთი ნასოსი დაგჭირდებათ. მე რამდენად დავრჩები არ ვიცი, იმიტომ რომ გეგმებში არ მქონდა ეგრე, უბრალოდ სპეციალურად წამოვიღე ეს მატრასი მაინც გასაბერი, იმიტომ რომ სათევზაოდ მქონდა და უბრალოდ მინდოდა მეჩვენებინა, რადგან ტესლას სპეციალური კემპინგის რეჟიმიც აქვს, როცა შეგიძლიათ შუშები აწეული დატოვოთ ბოლომდე, მანქანა დაიკეტება, მაგრამ ვენტილაცია შიგნიდან მაინც ხდება, ასევე შიგნით დიდი ეკრანი გაქვთ, შეგიძლიათ უყუროთ რასაც გინდათ, მოკლედ ამ ყველაფერს კიდე გზადაგზა გაგიზიარებთ. აი ესე კომფორტულად შეგიძლიათ წამოწვეთ თქვენს ტესლაში თუ ტესლათი მოგზაურობას გადაწყვიტავთ. ზემოთ აი ასეთი ლამაზი ხედები გექნებათ. ამ შემთხვევაში ლამაზი არ არის, იმიტომ რომ ღრუბელია, მაგრამ თლიანი ჭერი არის პანორამა, ასე რომ ხამე მშვენიერი ხედები გექნებათ. ხოლო გარეთ კი შეგიძლიათ აი ასეთი ლამაზი ხედებით
დატკბეთ. ჩამოვედი მეგობრებო, ქალაქ ტრაბზონში ვარ და ცოტა ვინერვიულე, იმიტომ რომ დამტენს ვერ ვთავდი და 200 კილომეტრი მქონდა დარჩენილი. ანუ შორს ვერსად ვეღარ წავიდოდი და ვერ გავრისკავდი და აი ეს ტრუგოს დამტენებს ვიყენებ თურქეთში. აპლიკაციასაც ასე ქვია, ტრუგო, აი აქ სადმე დავაწერ, შეგიძლიათ გადმოტვირთოთ და პრობლემა ის არის, რომ საქართველოში რეგისტრაციისას კოდი არ მოდის. და ამიტომ დაგჭირდებათ რომ ვინმე მოძებნოთ თურქეთში, ვინც დაგეხმარებათ რომ რეგისტრაცია გაიაროთ თურქული ნომრით. რაც შეეხება ფას 1 კილოვატი ღირს 14 ლირა. რამდენი გამომივა არ ვიცი, 444 კილომეტრზე უნდა დაიტენოს, ანუ 240 კილომეტრი უნდა მოემატოს რა. დამტენის სიმძლავრე ძალიან კარგი არის, იმიტომ რომ 20 წუთს მიწერს, არც ისე ბევრია. 20 წუთში ბოლომდე დაიტენება და მერე გავაგრძელოთ გზა. 127 კილოვატით ტენის ახლა და ეს არის საათში 800 კილომეტრი. ანუ 1 საათში მოემატება 800 კილომეტრი. ჩემ მანქანას ჭირდება სულ რაღაც 20 წუთი. აი ესე ცოტა ვინერვიულე, მაგრამ ყველაფერი რიგზია, მოკლედ მანქანას დავტენი და შეგვიძლია გავაგრძელოთ გზა. ხოლო ვიდრე ჩემი ტესლა დაიტენება, აგერ შემიძლია ქართული YouTube-ითაც დავტკბე. აი ასეთი კომფორტულია ტესლათი მოგზაურობა. მანქანა დაიტენა და სასტუმროც მოვძებნე, მოკლედ გადავწყვიტე რომ დღეს ტრაბზონში დავრჩე, რადგან უკვე გვიანია 5 საათია და თან წვიმაც დაიწყო და არ მინდა ღამე თან წვიმაში სიარული, მაინც რავი არ გავრისკავ ყოველ შემთხვევისთვის. ამიტომ დღეს აქ დავრჩები. ქალაქიდან არც ისე ცუდად გამოიყურება, საკმაოდ ლამაზი და მოწესრიგებული ქალაქია. სასტუმროში მივალ, ეხლა ცოტას დავისვენებ და მე ქალაქის დავათვალიეროთ. მოვედი ჩემს სასტუმროსთან, აი ჩემს უკან ესე გამოიყურება ჩემი სასტუმრო, როავალ ნომერსაც განახებ. ეს სასტუმრო ავარჩიე, იმიტომ რომ აი ესეთი პარკინგი ქონდა და მაგიტომ შევარჩიე არჩევანი ამ სასტუმროზე, იმიტომ რომ პარკინგი ძალიან ჭირს ამ ქალაქში, როგორც ვატყობ. ესეც ჩემი 29 ევროიანი ნომერი. ერთი აი ასეთი ოთახი არის, სადაც აი ასეთი სტაწოლი დგას. არც ისე კარგად გამოიყურება. აქ სააბაზანოს კიდე არა უშავს. და ესეც უმშვენიერესი ხედი. აბა რა სიტყვით. მოკლედ ეხლა ცოტას დავისვენებ და გავიდეთ და ქალაქი დავათვალიეროთ. ტრაბზონი შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ერთ-ერთი უძველესი ქალაქია, რომლის ისტორია თითქმის 2700 წელს ითვლის. ის ძველ ბერძნებს ძველი წელთაღრიცხვით მე-8 საუკუნეში დაუარსებიათ და საუკუნეების განმავლობაში მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი იყო, რომელიც ევროპასა და აზიას ერთმანეთთან აკავშირებდა. მე-13 საუკუნეში ტრაბზონი ტრაპიზონის იმპერიის დედაქალაქი გახდა, ხოლო 1461 წელს ქალაქი ოსმალეთის იმპერიამ დაიპყრო. დღეს ტრაბზონი ისტორიული ძეგლების, მწვანე ბუნებისა და შავი ზღვის სანაპიროს გამო თურქეთის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ქალაქად ითვლება. ესეც ჩემი პირველი გამოსვლა ტრაბზონის ქუჩებში და არც ისე ცუდად გამოიყურება, მინდა გითხრათ ეს ქალაქი, საკმაოდ ლამაზია, მოწესრიგებული ქალაქია. მოკლედ სამოგზაუროთ, არც ისე ცუდი არჩევანია. თუ აქეთ წამოხვალთ სადმე სამოგზაუროთ მანქანით, ან არ ვიცი, როგორც გინდათ, მოკლედ ტრაბზონში შემოვლა ნამდვილად ღირს. ნახეთ რა ლამაზ ქუჩაზე მოვხდი, რაღაცით სტამბოლსაც გავს. სულ ასეთი პატარა ვიწრო ქუჩებია იქაც და ძალიან მოწესრიგებული. სტამბოლზე კი იცით ჩემი აზრი, ძალიან მიყვარს ეს ქალაქი. რამდენჯერაც არ უნდა ჩავიდე, მოკლედ არასდროს არ მბეზრდება სტამბოლის ქუჩებში სეირნობა, ქალაქის დათვალიერება და აი ესე არის ეს ქალაქიც. ქუჩის მეორე მხარეს არის სანაპირო, იქით მინდოდა გადასვლა, მაგრამ გადასასვლელს ვერ პოულობ ვერსად. ჩამოვედი სანაპიროზე და ძალიან ლამაზია აქაურობა, მოკლედ რო გითხრათ. აი ესეთი ლამაზი პატარა ყური არის, სადაც აგერზიან, ისვენებს ხალხი. აი ესე შესასვლელები არის. საიდანაც შეგიძლიათ რომ დატკბეთ ამ სილამაზით და ფოტოები გადაიღოთ. ცოტა ხანი ჩამოვჯდები ახლა და დავტკბები ამ სილამაზით და ეხლა რაც ვიფიქრე, ჩემი მანქანით პირველად ვარ საქართველოდან ასე შორს წამოსული რა. სომხეთშიც რო ვიყავით მანქანით, ჩემი ძმის მანქანით იტალიაში რომ მივფრინავდით, მაშინაც კი არ ყოფილვარ ასე შორს საქართველოდან მანქანით. ასე რომ ჩემი პირველი გამოცდილება არის და ისიც ელექტრო მანქანით არ დაივიწყოთ, ტესლათი ვარ წამოსული. თქვენ რო ნერვიულობთ ხოლმე რომ დატენვა რომ დამავიწყდეს საქართველოში და რა, აი დატენვა როგორ უნდა დაგავიწყდეთ მითხარი. ბენზინის ჩასხმა ხო არ გავიწყდებათ.
არა, ბენზინის ჩასხმაც ბევრს ავიწყდება ხოლმე, მე რო დარბიან 2 ლიტრიანი ბოთლებით. მეც მომსვლია სხვათა შორის ბავშვობაში. მეც დამოიწყებია ბენზინის ჩასხმა. მაგრამ აი დატენვა არასდროს არ დამოიწყებია და რავი, მაგის პრობლემა არასდროს არ მქონია. მიუხედავად იმისა, რომ ჯამში ალბათ უკვე 6 წელი არის, რაც ტესლას ვატარებ. ამოვედი ქალაქში და ძალიან ლამაზი ქუჩებია, მინდა გითხრათ რა. აი ფეხით სეირნობა, რომ ძალიან გსიამოვნებს, აი ეგეთი ქუჩები არის. ფეხით სეირნობა კარგია, მაგრამ აქაც წვიმა დაიწყო. ჯერ ძალიან არ წვიმს, მაგრამ ისეთი ღრუბელია, რომ მე მგონი დღეს-ღამეც მაგრა იწვიმებს. ამიტომ სასტუმროსკენ უნდა დავიძრა, რომ ცოტა ახლოს ვიყო რა. ახლოს ვიტრიალებ სასტუმროსთან, რომ თუ რამეა ავასწრო. რა თქმა უნდა, ეხა თურქეთში ჩამოსული დონერის გარეშე სასტუმროში ვერ წავიდოდი, ამიტომ შემოვიარე ეხა სადაც ყველაზე მეტი ხალხი იყო, ადგილობრივები ძირითადად, ამიტომ სავარაუდოდ გემრიელი იქნება. ერთად დავაგემოვნოთ ეხლა. აი ასე გამოიყურება, ძალიან არის, ზედმეტად არის ჩემი აზრით გატო სტილი, იმიტომ რომ იმტრევა ლავაში. მაგრამ თავარი რა თქმა უნდა, მაინც გემოა, ასე რომ ნახოთ აბა. სტამბოლში მაქვს ერთი ადგილი, სადაც აი რამდენჯერაც არ უნდა ჩავიდე, სულ იქ მივდივარ დონერის საჭმელად, იმიტომ რომ აი უგემრიელესია რა. ვისაც გაინტერესებს ჩემი სტამბოლში მოგზაურობის ვიდეო შეგიძლიათ ჩართო და უყუროთ. ჯერჯერობით დიდი არაფერი, რავი, არაფერი ისეთი განსაკუთრებული არ არის, მაგრამ ნახოთ, აი ცოტა რო ჩავწვევით, მე რო ნახოთ. არ მომეწონა სიმართლე გითხრათ. უფრო მეტს ველოდებოდი. соуси აქ რაღაც ცოტა უცნაური. არ ვიცი, რატომღაც უფრო გემრიელს ველოდებოდი. აი ასე დევს მაგიდებზე წიწაკები. მე ზოგადად არ ვარ ამ წიწაკის მოყვარული, მაგრამ ნახოთ, იქნება ამან მაინც გააგემრიელოს ცოტა. ძალიან ცხარე იქნება, დარწმუნებული ვარ, ამიტომ ერთი ძალი პატარა დავაგემოვნოთ ეხლა. სიცხარე აშკარად მოუხდა, მაგრამ ძალიან ცხარეა, ვისაც არ გიყვართ, არ გარისკოთ. რა თქმა უნდა, წვიმაც დაიწყო, სხვანაირად ვერც წარმოვედგინა დღევანდელი დღის დასასრული. ლოდინსაც აზრი არ აქვს, ერთი 15-20 წუთია ქუჩაში ვდგავა, რომ იქნებ გადაიღოს მეთქი, მაგრამ აზრი არ აქვს, რა მოკლედ. სასტუმრო არც ისე შორს არის, დაახლოებით 500-600 მეტრია, ამიტომ შევეცდები, რომ უცებ მივიდე, რომ ძალიან არ დაუსვევდე. ნახეთ, რა ლამაზია. იმაშიც კი ლამაზია. დავბრუნდი მოკლედ სასტუმროში, დღეს რა თქმა უნდა არსად გასვლას აღარ ვაპირებ, საშინელი ამინდია წვიმს და ასე რომ წავედი ახლა დავისვენო და ხვალდილიდან გავაგრძელოთ მოგზაურობა. დილით ჩვენი მოგზაურობაც გაგრძელდა და გზა კაბადოკიისკენ გავაგრძელე. საბედნიეროდ ამ მანქანის მართვა ძალიან კომფორტულია და დიდ მანძილზე მგზავრობისას დაღლილობას საერთოდ ვერ გრძნობ. ამიტომაც მოგზაურობა გაცილებით მარტივი და სასიამოვნოა. $430 კილომეტრით გამოვედი ტრაბზონიდან, ახლა არის 402 კილომეტრზე. ნახოთ, რამდენ ხანში დამჭირდება დამუხტვა და სადამდე მიმიყვანს. ერთი დამუხტვით ჩემი ტესლა, შეგახსენებთ, რომ 80%-ზე იყო დამუხტული, 80% არის 445 კილომეტრი დაახლოებით. დანარჩენი გუშინ მოაკლდა, სანამ წამოვიდოდ. გუშინდელ დამუხტვაში რამდენი გადავიხადე, მე მგონი არ მithქვამს თქვენთვის და ამავიწყდა და მოკლედ ერთი დამუხტვა გუშინ თურქეთში დამიჯდა 30 ლარი. ასე რომ საბოლოოდ მე ჯამში ვნახოთ, რამდენი დამიჯდება თურქეთში მოგზაურობა. აი ეს ტესლას უდიდესი პლუსია, განსაკუთრებით შორ გზაზე, როცა მიდიხარ, შეგიძლია დაჯდე, დაისვენო, სკროლო, არ ვიცი. მაინც ყურადღებით უნდა იყო, რა თქმა უნდა, გზაზე და ესე ბოლომდე არ უნდა მიენდო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აგერ ვახალხუმის დაგემოვნებას მაინც მოახერხებ გზაში. გემრიელია. საკმაოდ რთული უღელტეხილია და როგორც ჩანს ეს გვირავიც ზუსტად მაგიტო დასჭირდათ.
ძალიან დიდი მანძილი მოვჭერი, როგორც მივხვდი. Რამდენი კილომეტრი მაქვს დარჩენილი, არ ვიცი, მაგრამ ჩემი მანქანა არის 322 კილომეტრზე. იმედია, სატენების პრობლემა არ შეგვექმნება გზაში. მეორე ხარისხოვან გზაზე გადმოვედი უკვე. ესეთ გზაზე მომიწევს კაიხანის სიარული, როგორც ვატყობ. რაღაც დამტენები არ ჩანს ახლოს რუკაზე და არ ვიცი. ცოტა არ იყოს ავნერვიულდი, მაგრამ ეგ არაფერი. 307 კილომეტრი მაქვს, ასე რომ სადღაც დარწმუნებული ვარ, რომ შევხვდება რა. ჩამოვედი მეგობრებო, ქალაქ სირანში ვარ, თუ სწორად ვამბობ. ნახევარი გზაც არ გამომივლია ჯერ კაბადოკიამდე, დაახლოებით მე-4 გზა არის ალბათ ეს, რაც გამოვიარე. იდეაში არაფერი საგანგაშო არ არის, 230 კილომეტრი მაქვს კიდე დარჩენილი, მაგრამ რადგან დამტენამდე მოვედი, შევავსოთ ეხლა ისევ ბოლომდე და მერე გავაგრძელოთ გზა. იმედია ეს დამტენი უფრო მარტივად ჩაირთვება ვიდრე გუშინ. და ბევრს არ გვაწვალებს და არ გვანერვიულებს. მე როგორც გითხარით, მე ვიყენებ აპლიკაციას სახელად Trugo. შევდივართ Trugos აპლიკაციაში, აქ არის სპეციალური QR კოდი, რომელიც უნდა დაასკანერო. აქ კიდევ უფრო იაფი ღირს დატენვა. იქ ღირდა 14 და რაღაცა ლირა. აქ ღირს 13 და 50 ლირა. ასე რომ, ნახოთ აბა რამდენი დაგვიჯდება. 220 არის და უნდა ავიყვანოთ 444 კილომეტრზე. მორჩა დამუხტვას 445 კილომეტრზე დაიტენა 80% და ჩამომეჭრა 26 ლარი. იაფია თუ ძვირია, ეხლა თქვენ გადაწყვეტეთ. ჩემი აზრით ძალიან იაფია რა. რაც საქართველოსდან წამოვედი, ჯერ არ დამიჯამებია, მაგრამ აი თქვენ შეგიძლიათ რომ უცებ შეკრიბოთ, ეხლა მე მაგისტვის ვერ მოვიცალე ჯერ. მაგრამ მე მგონი ჯერჯერობით საკმაოდ იაფი მიჯდება თურქეთში მოგზაურობა. დავიძარით მეგობრებო, კაბადოკიამდე 510 კილომეტრი დამიწერა Google Map-მა, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი გაჩერება კიდე მოგვიწევს სადმე, რადგან 444 კილომეტრზეა ახლა და ერთი ამ დამუხტვით ჩასვლა ალბათ გაგვიჭირდება. მაგრამ ნახოთ, არ ვიცი, რელიეფსაც გააჩნია. თუ ბევრი დაღმართები შეგხვდება, მაშინ შეიძლება ჩავიდე კიდეც. რა კარგი გზები დაიწყო ნახეთ და აი ესეთ გზებზე სიარული და მოგზაურობა არის ყველაზე მაგარი შეგრძნება. რადგან კარგი გზაა და თავისუფლად მივსისინებთ ჩვენი დანიშნულების ადგილისკენ, კიდე რამოდენიმე საინტერესო დეტალს გაგიზიარებთ ამ მანქანის შესახებ. პირველი რაც მინდა განახოთ არის აი ეს კამერა, რომელიც შიდა სალონს აკონტროლებს და ეს კამერა არის იმისთვის, რომ შიგნით ყოველთვის აკონტროლოს რა ხდება. მაგალითად, მე თუ ეხლა ავტოპილოტი მაქვს ჩართული, აი ეხლა როგორც მივდივარ ავტოპილოტით და ხელში დავიჭერ ტელეფონს და აი ჩემი თვალები არ იქნება მიმართული გზისკენ, ავტომატურად ამინთებს, რომ გზაზე ვიყო უფრო ყურადღებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ტელეფონი უნდა დავდო. ან ტელეფონი ისე უნდა დაიჭირო, რომ კამერამ ვერ დაინახოს მოკლედ. და ესეთი ამბავია. ასევე აქედან გაგიზიარებთ ახლა ამ მანქანის კიდევ რამოდენიმე საინტერესო ფუნქციას. აი აქ არის ჩამონათვალი სრული მენიუ ამ მანქანის. მოკლედ დავიწყოთ თავიდან. აქედან შეგიძლიათ აკონტროლოთ, ანუ აქსელერაცია, აჩქარება. აქედან შეგიძლიათ აკონტროლოთ თქვენი მანქანის სიმაღლე, ასე ვთქვათ, მედიუმი, დაბალი, მაღალი და ყველაზე მაღალი არის აი ეს და ფაქტიურად აი სულ ბოლომდე რო აწევ, კაი ჯიპივით ხდება რა, ანუ სოფლის გზებზე, ცუდ გზებზე ძალიან გამოგადგებათ ეს ფუნქცია და თან ყველაზე კარგი რაც არის, როდესაც ერთ კონკრეტულ ლოკაციაზე აუწევთ მაგალითად სიმაღლეს, გეკითხებათ დაიმახსოვროს თუ არა. და თუ დაამახსოვრებთ ყოველ მისვლაზე, თქვენ რომ არ დაგავიწყდეთ ან რაღაც, თვითონ ავტომატურად აწევს მაღლა, რომ რაღაც არ გასდოთ ძირი და რამე არ დააზიანოთ. აქედან ხდება ბარათის დამატება ან ახალი გასაღების და ნუ სხვადასხვა ბევრი კარგი ფუნქცია აქვს, რომელსაც ეხლა რა თქმა უნდა ყველაფერს ვერ განახებთ, მაგრამ ყველაზე კარგი არის აი ეს.
ხო და ვისაც სავარძლის გაგრილება არ გამოგისდიათ ამ სიცხეში. აი დამიჯერეთ მარტო მაგიტო ღირს კარგი მანქანის ყიდვა რომ სავარძლის როგორც გათბობა კონდეს ისევე გაგრილება რა. არ ვიცი ჩემთვის ეგ რო აღმოვაჩინე რომ ამ მანქანას ქონდა. 1-2-რად გაიზარდა ამ მანქანის ფასი რა. კაბადოკიამდე დარჩენილი არის 389 კილომეტრი. ჩემი მანქანა არის 336 კილომეტრზე დამოხტული. საკმაოდ კარგად იარა, მეგონა რომ უფრო მეტი მოაკლდებოდა, მაგრამ როგორც ხედავთ, კონდიციონერიც ჩართული მაქვს და რავი, არც ნელა არ დავდივარ, 120-ით მოვდივარ მთელი გზა, იმიტომ რომ კამერები არ ეყენა და გაურისკე მეც და მოკლედ ცოტა ჩქარა ვიარე. გაჩერებას ვაპირებ ერთ პატარა ქალაქში, რომელსაც ქვია სივასი, თუ სწორად ვამბობ. იქ იქნება აუცილებლად დამტენი და ცოტას დავტენი და მე გავაგრძელებ გზას კაბადოკიამდე მშვიდად და წყნარად. ჩემთან ახლა 2 საათი ხდება. კაბადოკიამდე დარჩენილია 4 საათის გზა, ასე რომ დღეს საღამომდე ჩავალ, დავბინავდები და სავარაუდოდ ქალაქის დათვალიერებასაც მოვასწრებ, მაგრამ მთავარი სანახაობები მაინც ალბათ ხვალ იქნება. ჩამოვედი მეგობრებო, ესეც პატარა ქალაქი სივასი, სადაც დავისვენებ ახლა ცოტას, იმიტომ რომ ძალიან დავიღალე. თან მანქანაც იტენება 166 კილომეტრით მოვედი აქამდე. საკმაოდ კარგი დამტენია სხვათა შორის, იმიტომ რომ თავიდანვე დაიწყო დატენვა 150 კილოვატით რა. დაახლოებით 20-25 წუთი დაჭირდება რომ დაიტენოს, ასე რომ პრობლემა არ არის. თანხასაც რა თქმა უნდა გეტყვით რამდენი დამიჯდება, დამუხტვა და მანამდე შევეცდები რომ რამე საჭმელი მოვიპოვო, იმიტომ რომ ძალიან მომშვიდა და ძალიან დავიღალე რა, მთელი დღე არის გზაში ვარ. წერების რაოდენობას შეხედეთ. რამ წერების დაფრინავდნენ გზაში ყველა მე მოვკალი მე მგონი. რას დაემსგავს ამ მანქანა ნახეთ. საქარე მინას კი უწმინდავდი გზაში, მაგრამ წინიდან არ შემიხედავს ესეთი ამბავი თუ იყო. ვერაფერი საინტერესო ამ მაღაზიაში ვერ ვნახე და როგორც რუკა მიჩვენებს, ახლოს არის მაკდონალდსი, ასე რომ სისულელეების ყიდვას აღარ ვაპირებ. პირდაპირ მაკდონალდსში გავივლი და მე ვიცი რასაც ვიზავ. ესეთი ლამაზი პატარა ქალაქია. დაიმუხტა ჩვენი მანქანა, გადავიხადე 660 ლირა, რაც არის დაახლოებით 37 ლარი, ისევ და ისევ 80%-ამდე დავტენე და ეხლა წესით კაბადოკიაში უნდა მივდიოდე, მაგრამ გადავწყვიტე რომ მაკდონალდსში შევიარო, როგორც უკვე გითხარით. დაახლოებით 7 კილომეტრი არის იქამდე. გზა დიდად არ გამიმრუდდება, იმიტომ რომ მაინც გზად არის რა, მაინც იქით უნდა წავიდე, ასე რომ წავიდეთ ახლა მაკდონალდსში გემრიელად, ჭამოთ და მერე გავაგრძელოთ გზა. სხვათა შორის, რასაც ვუყურებ, კარგი მოწესრიგებული ქალაქია, არც სიბინძური არის ქუჩებში და არც მოძრაობა არის ისეთი გიჟური, როგორც სხვა ქვეყნებში გვინახავს ხოლმე. აი, ასეთი ხალხმრავალი ცენტრი ქონია ამ ქალაქს თურმე. ერთი ფილიალი არის მაკდონალდსის, რომ დავინახე, მომეშვა, იმიტომ რომ მეთქი რო არ იყოს, ეხა არ დამხვდეს ამ საცობში ტყუილად დგომა მეთქი. ეხა ისიც ვიფიქრე ხო არ ავიღო და წავიღო და გზაში ვჭამო, იმიტომ რომ როგორც ჩანს აქ ძალიან დამაგვიანდება, პარკირების პრობლემაა თან. მოკლედ მეგობრებო, ტყუილავ კარგავ დროს, მე მგონი რა. აი აგერ არის მაკდონალდსი ვუყურებ, მაგრამ მანქანას ვერ ვაჩერებ ვერსად. 3 წრე დავარტყი უკვე ქალაქს რა. ფიზიკურად არსად ადგილი არ არის გასაჩერებელი, ამიტომ ტყუილად დროს კარგავ მე მგონი და ისევ შიერი წავალ კაბადოკიაში. აი ასეთი ამბავია მთელ ქალაქში რა. ფიზიკურად აი ერთი პატარა ადგილი არ არის, რომ ცოტა ხნით გააჩერო. მაინც გავაჩერე მანქანა, ცოტა შორს კი არის ეს პარკინგი, მაგრამ რომ დავინახე, უკან აღარ დავიხიე რა. რომ მეჩქარება ეხლა მოხდა ყველაფერი მოკლედ რა. შევუკვეთე ბიგ მაკი და ორმაგი ჩიზი და კოლა რა. ანუ სულ ამას უკვეთავ ყველგან, სადაც არ უნდა შევიდე და მომიტანეს 2 მენიუ. ბიგ მაკის მენიუ და ორმაგი ჩიზის მენიუ, თავის ფრით და 2 კოლათი და ასე მეთქი მარტო ვარ. ეს არ შემიკვეთავს მეთქი. და მოკლედ ამ დაბრუნებაში და რაღაცეებში გარკვევაში კაი დრო დაიკარგა რა. და მაინც აქვე გადავწყვიტე ჭამა, რომ მეთქი ბარემ შევჭამ და მერე წავალ კაბადოკიისკენ. აი ეს არის ერთი ცენტრალური ქუჩა ამ ქალაქში და ესეთი ხალხმრავლობა არის. არ ველოდებოდი სიმართლე გითხრათ თუ ასეთი კარგი ქალაქი დამხვდებოდა. რუქაძე რაღაც პატარა სოფელი მეგონა, უბრალოდ მეთქი დასატენად შევივლი მეთქი და
აქ კიდე ისეთი ქალაქი დამკვდა, რომ ერთი დღე დარჩებოდა კიდეც კაცი რა. მაგრამ კაბადოკიაში სასტუმრო უკვე დავჯავშნე, ამიტომ დღეს პირდაპირ სასტუმროსკენ მაქვს გეზი, დღეს უნდა დავისვენო. მიუხედავად იმისა, რომ მანქანის მართვით არ ვიღლები მართლა. უბრალოდ აი ეს ამდენი ხანი ჯდომა უფრო მღლის მანქანაში რა და უსაქმურობა რა. ამას მირჩევნია ფეხით ვიარო, შემოვივლი თუ გინდა მთელ ქალაქს, მაგრამ აი მთელი დღე ესე ჯდომა არ შემიძლია რა. თითქმის ჩამოვედი მეგობრებო, დამრჩა სულ რაღაც 50 კილომეტრი პირდაპირ ჩემს სასტუმრომდე. ჩემთან არის ახლა 8:30, ალბათ იმედია 8-ზე იქ ვიქნები, მაგრამ მთელი გზა არის, მოკლედ აი ბოლო 100 კილომეტრი არის, მოვდივარ და აი საშინელი სუნი მაწუხებს. მეთქი რა სუნი დგას, მანქანაში რამე ხო არ გაფუჭდა რაღაცა, მეთქი რა ხდება და როგორც აღმოჩნდა ძალიან ბევრი ქათმის ფერმები ყოფილა აქეთ და აი ვერ აგიხსნით უბრალოდ ისეთი სუნი დგას რა, აი მთელ ტერიტორიაზე რა. აზრი არა, გავცდი, არ გავცდი ამ ქარხნებს. როგორც ჩანს ეს ნაკელი გამოაქვთ მერე და აქ მიწებზე ყრიან, რომ დაამუშავონ ეს მიწები და აი სიტყვით გადმოცემა შეუძლებელია, ისეთი სუნი დგას რა, აი აუტანელი სუნი დგას მართლა მთელი გზა. აი ბოლომდე აი ვერ მივხვდი მეთქი რა ხდება და მერე რომ დავაკვირდი რომ ძალიან ბევრი ქარხნები იყო, მივხვდი რომ ალბათ ეგ არის მიზეზი. წინა საქარემინა ისეთი გასაწმენდი არის, რომ აღარ ჩანს უკვე არაფერი, იმდენი მწერები დავხოცე გზაში. და ის ჩავრთე მეთქი გავწმინდა თქო და სულ გადაიზილა მთელ შუშაზე და არც გავჩერებულ ვარ არსად. რო ჩავალ სადმე გავრეცხავ მანქანას. ნახეთ რა ლამაზი არის. ძალიან ლამაზია, ხვალ გამოვიდეთ, დავათვალიეროთ ყველაფერი. დღეს ნამდვილად არაფრის თავი არ მაქვს. მაქსიმუმ სასტუმროსთან ახლოს სადმე გამოვისეირნო ცოტა ხანი და აი ხვალ დილიდან უკვე ყველაფერი კარგად დავათვალიეროთ. აი ესე გამოიყურება ჩემი სასტუმრო, როგორც იქნა მოვედი. დავბინავდი მეგობრებო, აი არ მჯერა რომ სასტუმროში ვარ, მგონია რომ აი ერთი კვირა არის გზაში ვარ და საჭესთან ვზივარ რა. ეხლა დაგათვალიერებინებთ ჩემს სასტუმროს უცებ. ნახეთ რა ლამაზი ოთახია, მოწესრიგებული, სუფთა ყველაფერი, კონდიციონერიც არის. სააბაზანოც არ ვიცი, ალბათ იდეალურად არის ყველაფერი მოწესრიგებული. ჩაიდანი, წყლები, ჩაი, ყველაფერი არის. საუზმედ შედის, 2 ღამით ავიღე ეს სასტუმრო, დღეს ღამე დავრჩები და ხვალ ღამე რომ ყველაფერი კარგად გადავიღო და მოვასწრო და ამ 2 ღამეში გადავიხადე 88 ევრო, ან 89 ევრო. მოკლედ დაახლოებით ეგრე რა. შედარებით ბიუჯეტური სასტუმრო იყო ბუქინგზე რაც ვნახე და რავი, მე მგონი გაამართლა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაღლილი ვარ და დასვენება მინდოდა, მაინც გამოვისეირნე გარეთ რა. შორს არსად წასვლას არ ვაპირებ, აქვე რავი 200-300 მეტრს გავხედავ რა ხდება. და რავი დავბრუნდები მე ისევ სასტუმროში რა. მანქანაც არ წამიყვანია დასატენად, 160 კილომეტრზე არის, ასე რომ პრობლემა არ არის. 160 კილომეტრის რადიუსში დამტენს მე მგონი ვიპოვი რა. თან აქაც არის როგორც ვნახე რუქაზე, ასე რომ სანერვიულო არაფერი არ არის. მოკლედ აი ასე, თავარი გეგმა შესრულებულია. ჩემი ტესლათი მოვახერხე და ჩამოვედი კაბადოკიაში. ბურგერ კინგიც ყოფილა აქეთ. აი ქუჩის მოპირდაპირე მხარეს არის ძალიან ლამაზი კლდეები, რომელიც ეხა არ ჩანს და ხვალ დილით გადავიღებ. დრონზე ვიკითხე ასევე და დრონის გამოყენებაც შეგიძლიაო, ასე რომ დრონითაც წესით კარგ კადრებს შემოგთავაზებთ. ესეთი პატარ-პატარა კაფეები არის ძალიან ბევრი. ვისაც ამ საჰაერო ბურთით აფრენა გინდათ, მოკლედ ერთი ადამიანი ღირს 65 ევრო. ჩემი აზრით ძალიან კაი ფასია რა, ვისაც გაქვთ ეგეთი სურვილი, შეგიძლიათ ჩამოხვიდეთ და იფრინოთ. ჩემი დამოკიდებულება მე მგონი უკვე კარგად იცით სიმაღლისადმი, ასე რომ არ ვიცი, მაინც ვფიქრობ, მაგრამ არ ამგონია რომ დავჯდე რა, იმიტომ რომ არ მსიამოვნებს ეს სიმაღლე და რა გავაკეთო. ქვემოდან უფრო ლამაზ კადრებს გადავიღებ მე მგონი რა, ჩემი აზრით. მაინც ვერ მოვისვენე მოკლედ და მანქანა წამოვიყვანე დასატენად. ერთი 10 კილომეტრი გამოვიარე სასტუმროდან რა. დავტენი მაინც 7 ვიქნები, წყნარად ვიქნები, ესე მირჩევნია. 20 წუთი ჭირდება ბოლომდე რომ დაიტენოს, ასე რომ არ არის პრობლემა. თან რა ძალიან ლამაზი ქალაქი ყოფილა აქვე მეზობლად პირდაპირ და აქაც საკმაოდ ბევრი ტურისტები არიან. გახსოვთ ესეთები რომ იდგა თბილისში?
მე მახსოვს კიდეც და დამირეკია კიდეც ესეთი ქუჩის ტელეფონით რა. ნახეთ რა ლამაზი ქალაქია. ესე არის განათებული ყველაფერი ლამაზად მოწესრიგებული. ლამაზია. ეს ის მენაყინეები არიან, რომ გაწვალებენ და არ გაჭმევენ. ესეთი ლამაზი ყოფილა კაბადოკია და ჯერ სათხართ ხვალინდელი დღე რო გათენდება, მე ნახეთ თქვენ სილამაზეები. თქვენ კიდევ უფრო მარტივად შეგიძლიათ აქ მოხვედრა. თუ კაბადოკიაში მოგზაურობა მოგინდებათ ამ ვიდეოს მერე, კი იცით რომ Skyway-ას უნდა მიწეროთ და დაგიგეგმავენ იდეალურად, ყველაზე ბიუჯეტურად და იმოგზაურებთ მშვიდად, წყნარად, ზედმეტი თავის ტკივილების გარეშე. ჩემსავით მანქანით მოდიალი არ მოგიწევთ. დაუბრუნდი მეგობრებო სასტუმროში და ისეთი გათიშული ვარ, რომ ერთი სული მაქვს ახლა როდის დავწვევი და დავისვენებ რა. მოკლედ წავედი ახლა და ხვალდილით დაგიბრუნდები. დილა მშვიდობის მეგობრებო, დილის 4 საათია და ჩემი სასტუმროს სახურავზე ამოვედი და ალბათ დაგაინტერესებთ რატომ. და მოკლედ გეტყვით რომ დაახლოებით აი ამ დროს იწყებენ საჰაერო ბურთების აშვებას ჰაერში, რომ მზის ამოსვლას უკვე ჰაერში შეხვდნენ, ასე რომ თუ ძალიან ლამაზი კადრების გადაღება გინდაო, ამ დროს უნდა გაიღვიძო და მეც რა თქმა უნდა გავიღვიძე და ამოვედი. ჯერჯერობით არანაირი ბურთების აშვება არ ჩანს და კაი სიგრილია. კაბადოკიაში საჰაერო ბურთებით ფრენის ისტორია 1980-იანი წლების ბოლოს დაიწყო, როდესაც რეგიონის უნიკალური ლანდშაფტის ტურისტებისთვის სხვა კუთხის ჩვენების იდეა გაჩნდა. პირველი კომერციული ფრენები 1990-იან წლებში შესრულდა და მალევე კაბადოკიის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ იქცა. სწორედ ამ მომენტისთვის იკრიბებიან აქ ტურისტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, რათა საკუთარი თვალით იხილონ ეს უნიკალური სანახაობა. ესეც ასე მეგობრებო, ჩვენი მისია შესრულებულია. ჩემი ტესლათი ჩამოვედი ზუსტად აი ამ სანახაობისთვის კაბადოკიაში. ნახეთ რა სილამაზია. ამდენი საჰაერო ბურთი ერთდროულად რო დაფრინავს, აი რაღაც საოცარი სანახაობა. რაღაც ცოტა არ იყოს სიზმარს გავს მართლა აგაურობა, მგონია რომ სიზმარში ვარ, ისეთი ლამაზი სანახაობა. სიჩუმია თან რაღაცნაირი და მარტო ამის სიხმარო ისმის ამ საჰაერო ბურთების კიდე უფრო მეტ მისტიურობას სცენს ამ ყველაფერს. ის ერთი ბურთი რაღაც ძალიან სწრაფად ეშვება ქვემოთ და ნორმალურია. აი ყველა მხარეს არის საჰაერო ბურთები, ნახეთ რამდენი არის უბრალოდ. ყველაზე სასიამოვნო შეგრძნება ამ ყველაფერში არის ის, რომ რამოდენიმე დღის წინ გადავწყვიტე, რომ ჩემი ახალი მანქანით ჩამოვსულიყავი აქ და ბევრისთვის რო გეკითხა სიგიჟეს ვაკეთებდი, იმიტომ რომ ელექტრომანქანით ამ ხელა გზაზე აქ ჩამოსვლა ცოტა სარისკო იყო, მაგრამ როგორც ხედავთ აქ ვარ და ახლა ვტკბები ამ სილამაზით და რა თქმა უნდა ჩემს უმშვენიერეს ტესლას ძალიან დიდი მადლობა რომ აქამდე ჩამომიყვანა ესე მშვიდად და უსაფრთხოდ. ხო გითხარით მოგინდებათ მეთქი აქ მოგზაურობა, ხო და თუ თქვენც გინდათ აქ ჩამოსვლა, ტურისტული კომპანია Skyway-ა დაგეხმარებათ ამ ყველაფერში და აუცილებლად გადადით, მიწერეთ და დაგეგმეთ თქვენთვის სასურველი მოგზაურობა. ასევე ყველა ჩემ მეგობარ კომპანიას მინდა დიდი მადლობა გადაუხადო, რა თქმა უნდა, ლაგის ძალიან დიდი მადლობა, რადგან ლაგის ინტერნეტის გარეშე აქამდე ჩამოსვლა ძალიან გამიჭირდებოდა ჩემი ელექტრომანქანით. შეგახსენებთ მეგობრებო, რომ 1200 კილომეტრი გამოვიარე სწორედ აი ამ საოცარი სანახაობისთვის და მინდა გითხრათ, რომ ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და გასაოცარი სანახაობაა, რაც კი აქამდე მინახავს.
დავბრუნდი ნომერში ცოტა ხანი, თორე ისეთ სივა რომ გავიყინე, არ ველოდებოდი თუ ესეთი სიცივე იქნებოდა. გამოვედი გარეთ, დროა ქალაქის დავათვალიეროთ, მიმდებარე ტერიტორია ძალიან ბევრი ლამაზი ადგილი უნდა განახოთ კიდე კაბადოკიაში და ამ ყველაფერშიც რა თქმა უნდა ჩემი ტესლა დამეხმარება, იმიტომ რომ ფეხით ცოტა შორი არის მანძილები და თან ცხელა. ამიტომ კომფორტულად ჩემი მანქანით მოვივლი ახლა ყველაფერს. მოვედით მეგობრებო, ეს ჩვენი პირველი ლოკაცია და ეხლა მოგიყვებით ამ ადგილის შესახებ, ჯერ ცოტა სიღრმეში შევიდეთ. აი ასეთ გამოქვაბულებში ცხოვრობდნენ ადრე აქ ადამიანები. ხმლების ველი კაბადოკიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გამორჩეული ხეობაა. სახელი მას ხმლის ფორმის მაღალი კლდის წარმონაქმნების გამო ეწოდა, რომელიც მილიონობით წლის განმავლობაში ვულკანური ფერფლის ქარისა და წვიმის ზემოქმედებით ჩამოყალიბდა. დღეს ეს ადგილი განსაკუთრებით პოპულარულია თავისი საფეხმავლო ბილიკებით, ულამაზესი ხედებითა და მზის ამოსვლისას, როდესაც ცაში ერთდროულად ათობით საჰაერო ბურთი დაფრინავს. ესეთი ოთახები არის მოწყობილი პირდაპირ კლდეებში. აქეთ ცხენებიც ქირავდება, ვისაც ფეხით სიარული გეზარებათ. ახეთ როგორი ხედები იშლება აქეთ. ასეთი უძველესი ქალაქები უკვე ბევრგან მინახავს, ბევრ ქვეყანაში მინახავს და ბევრგან არის რა მსგავსება, მათ შორის ტუნისშიც და საქართველოშიც. როგორც ჩანს, ადამიანები თითქმის ყველგან ერთნაირად ფიქრობდნენ. ერთი ცუდი რაც შევამჩნიე არის ის, რომ პარკინგები კი ბევრგან არის ადვილად მოხვალთ აქამდე, მაგრამ ფეხით გადაადგილება არის ცოტა რთული, რადგან გზები არ არის მოწესრიგებული. ყოველ შემთხვევაში აი ამ ადგილას სადაც ახლა ვარ, თორე კიდე ძალიან ბევრი არის ასეთი ადგილი, რომელსაც დღეს ყველას მოვინახულებთ. სასიკვდილო ნომერს ვაკეთებ მეგობრებო. აქედან უნდა ჩავფოფხდე ახლა როგორ. ისეთი მიწა არის, რომ ფეხის სრიალებს უბრალოდ ძალიან და მაგიტო ცოტა საშიშია. სადაც ვიყავი, იქედან დაახლოებით 400-500 მეტრში არის მეორე მთავარი სანახაობა. მანქანა არც კი გამომიყვანია პარკინგიდან. ფეხით მოვედი, მაგრამ ისე დაცხა, რომ ძალიან რთული არის და გამოიცანით, აქაც კიბეები დამხვდა. აი აქედან ამოვიარე. ეს გზა. ეს კი არაფერი არ არის, უბრალოდ მართლა ძალიან დაცხა და ეს ართულებს გადაადგილებას. ეს არის ამ უძველესი ქალაქის კიდე ერთი ნაწილი, რომელსაც ქვია მუზეუმი ღიაცის ქვეშ. აი ასე არის პირდაპირ დატანილი რუქაზე. და როგორც ვიცი, აქ არის ყველაზე კარგად შემორჩენილი ეს უძველესი ქალაქის ნანგრევები. აი აქ არის პატარა ბილიკი და ზემოთ რაღაც სალოცავივით არის გაკეთებული თუ რა არის არ ვიცი, აი ჯვარი არის გამოსახული და რატომღაც ეს გადაკეტილია ეს ასასვლელი პირდაპირ მანდ არის ეს მინიშნება ჩარჭობილი და მე მაინც ავალ და ვნახო. აუ ფეხი ისე ძალიან სრიალებს, რომ ძლივს დაუდივარ. ესეთი ნანგრევები ყოფილა. ესეთი ას პატარა ფრესკასავით არის შემორჩენილი. მოვედი მთავარ სანახაობასთან. რაც მომენტში აი ბოლომდე მეგონა რომ უფასო იქნებოდა რა, იმიტომ რომ იმ ხელა გზა ამოვიარე, რომ მეთქი რავი, აი ალბათ უფასოა. ეს ეთყობა გათვლა არის ესეთი, რომ აქამდე რომ ამოივლი, მე 20 ევრო აღარ დაგენანება რომ გადაიხადო. ბილეთში გადავიხადე 20 ევრო. ეს ეკლესია და ეს ფრესკები ძირითადად მე-10-დან მე-13 საუკუნეს მიეკუთვნება, ბიზანტიის იმპერიის დროს არის ეს ყველაფერი გაკეთებული. არც ისე პატარა ტერიტორიაა და საკმაოდ კარგად არის გაკეთებული აქაურობა. დანარჩენ ნაწილს არ გავს, სადაც ვიყავი აქამდე. ნახეთ რა ლამაზი ხედები არის აქედან. კიდე ერთი პატარა ეკლესია. თქვენი აზრით ეს რა უნდა იყოს? წყლისთვის არის ალბათ თუ ამ სამარხები არის. მე მგონი წყლისთვის არის. აქეთ ამხარე დაკეტილია. აქეთ ეკლესია არის აშკარად, იმიტომ რომ ფრესკებიც ჩანს.
კიდევ ერთ ასეთ ტაძართან მოვედი, ესეთი ფრესკები არის შემონახული. მაგრამ მან დასვა თუ გინდა კიდე დამატებით 6 ევრო უნდა გადაიხადო. შეიძლება იფიქროთ რომ 6 ევრო არაფერი, მაგრამ იმდენი ადამიანი მოდის აქ ყოველდღიურად, რომ საბოლოო ჯამში ალბათ საკმაოდ ბევრი გამოვა და რატო უნდა გადაიხადო ცალკე კიდე 6 ევრო, როცა 20 გაქვს გადახდილი, არ ვიცი. მაინც შევედი, რო ვიკითხე ბარათითაც გადამახდევინეს, მეთქი იქნებ რამე განსაკუთრებული ვნახოთქო და ფრესკები იყო კარგად შემონახული, მაგრამ შიგნით დაცვა იყო და არაფერი არ გადამაღებინა. აი ესე გადავიხადე 6 ევრო. მე ისე არ ვიხდი ხოლმე, თანხას თუ თქვენ ვერ გიზიარებთ მე ამ ყველაფერს რა და მე გული მწყდება ხოლმე, რომ ვერ გადავიღე და თქვენც ვერ განახებთ. მაგრამ არა უშავს, გული არ გაიტეხოთ, წინ კიდე ბევრი სანახაობები გველოდება. ჩვენ შემდეგ ლოკაციასთან მოვედი და აი რაში გამოგვადგება ტესლას ერთი კარგი ფუნქცია კიდე. აი ესეთი ძალიან ცუდი გზა არის. Google Maps-მა ეტყობა არ იცოდა ამის შესახებ და აქ გამომიშვა. აი ხა ესე გადავრთავ და ავწევთ მაღალზე, რომ არსად არ გავუსვათ. აი ასეთი ხედები იშლება აქედან. აი უკვე ვიყავით დღეს იმ ტერიტორიაზე ვიტრიალე. აქეთ კიდე არის რაღაც სანახაობები და ესეთ ადგილას მოვედი ახლა. მოკლედ არ ვიცი რა ვქნა, ჩვენს შემდეგ ლოკაციაზე მისასვლელად მიწერს Google Maps-ი რომ მანქანითაც შევძლებთ მისვლას, მაგრამ რო გადმოუხვიე ძალიან ცუდი გზა არის და გავრისკო და წავიდე? ალბათ უნდა გავრისკო. ცოტაზე გავრისკოთ, მოდი ვნახავ. წინ რა ხდება და თუ ძალიან ცუდი გზა იქნება, მე მოვტრიალდე. აქ წერია რომ გარეთ არის 29 გრადუსი, მაგრამ ბევრად უფრო სიცხე არის რა, არ ვიცი რატომ, მაგრამ ასე მგონია რომ ალბათ 40 გრადუსია თქო. უცებ შევათვალიეროთ აქაურობას და მე ქალაქში დაუბრუნდეთ, რამე გემრიელი ვჭამოთ და რამე ცივი დავლიოთ, თორე თავი მაქვს ადუღებული უკვე. აი ასეთი მისტიური გარემოა აქაც. ნიშანი იყო რომ აქეთ მანქანით შემოსვლა აღარ შეიძლებოდა, მაგრამ შვენიერი გზაა და კი მივიდოდი ბოლომდე. რა უცნაური კლდეები არის. მოვედი მეგობრებო და ძალიან სიმშვიდეა და სიწყნარია, მინდა გითხრათ. ბევრი ტურისტები არ არიან ალბათ შედარებით რთული მოსასვლელი როა მაგიტო. ძალიან მისტიური გარემოა, მინდა გითხრათ. თან ეს კლდეები აი ესეთი ფორმით როგორ ფორმირდებოდა ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ რატომ მაინდა-მაინც ესეთი სოკოს ფორმა, არ ვიცი. აი რომ დააკვირდეთ, ყველას ერთნაირად აქვს თავი. რატო არის ესე უცნაურად? თუ ვინმე მიცით, მეც დამიწერეთ კომენტარებში. აქაურობა კი ძალიან ლამაზია, მაგრამ ეხლა თუ არ დავბრუნდი და რამე გემრიელი ავჭამე, მე ხასიათში გადამივა და ერთად ხელს ჩავიქნევ ყველაფერზე, ასე რომ წავედით ეხლა ქალაქში. დავბრუნდი ქალაქში, მაგრამ ისეც ხელა რომ მადა დავკარგე მართლა აი. საერთოდ არაფერს ჭამა აღარ მინდა. რამე ცივს ვეძებ რომ დავლიო და არაფერი არ არის. რამე ისეთი მინდა რა, ფრეში, ახალი გამოწურული, ბროწეულის წვენი, მაგრამ ვერსად ვერ ვნახე. ბროწეული ვერა, მაგრამ ანანასის წვენს მივადექი და ამოვისუნთქე. კიდე კაი რომ რაღაც ვიყიდე დასალევი, თორე აი უკვე ძალიან ცუდად ვიყავ. ქალაქის მეორე მხარეს გადმოვედი, ეხა სადაც არ ვყოფი ვარ და აი ესეთი სასტუმროებია რო იცოდეთ. აი ესეც სასტუმრო არის, ოღონდ მეორე მხრიდან აქვს, ქვემოდან აქვს შესასვლელი. აი ესეც რაღაც შენობის ნაწილია. საკმაოდ ბევრ სასტუმროს ნახავთ ასეთ სტილში, გამოქვაბულში. კაფეებიც არის, რესტორნებიც არის, სხვათა შორის. ძალიან საინტერესოა. შედარებით ძვირი ღირს ეგეთი სასტუმროები, მაგრამ ვისაც გაქვთ სურვილი, შეგიძლიათ Skyway-ს მეშვეობით დაჯავშნოთ, ჩამოხვიდეთ და ისე ამოვნოთ. აქაც რაღაცის რესტავრაციას აკეთებენ, ერთ-ერთი კლდე არის. შეიძლება სასტუმროს აშენებენ შეგიძლიათ. აი მეგობრებო, ესეც სასტუმროში შეგიძლიათ დარჩეთ. ნახეთ რა ლამაზი. ძალიან ლამაზი ხედები იქნება სხვათა შორის აქედან. ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფაქტია, რომ ადამიანები ადრე როგორ ცხოვრობდნენ მართლა
ჭიანჭველები ვიცხოვრობდნენ რა, ამ გამოქვაბულებში. მარტო აქ არა, აი სადაც მინახავს, თუნდაც აი ტუნისშიც ბერბერების სოფლები რომ მოგანახულებინეთ, თუ გახსოვთ, ვისაც არ გინახავთ, ჩართეთ, უყურეთ. მე მგონი საინტერესო ვიდეოები გამოვიდა. მანდაც რა, აი რაღაც თითქოს ჭიანჭველებივით, რაღაც ცხოველებივით ცხოვრობდნენ ადრე ადამიანები. მერე ნელ-ნელა არ ვითარდა და ეხლა რა თქმა უნდა გამოქვაბულებში ცხოვრება არავის აღარ უნდა. მაგრამ მიუხედავად ამ თანამედროვე ცხოვრებისა, თანამედროვე ტექნოლოგიებისა, აი ჩვენ რავი, მე მგონი არაფერი აღარ გვაკვირვებს უკვე, მაგრამ დედამიწაზე ჯერ კიდე ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს პირველ ყოფილური ტომებივით, ნადირობენ მშვილდისრებით და რაღაც შუბებით. წარმოიდგინეთ, რამდენად საინტერესოა ჩვენი დედამიწა. თურქული ნაყინი გამოირჩევა როგორც იცით, ძალიან გემრიელი არის ხოლმე და რა თქმა უნდა ჩვენც უნდა დავაგემოვნოთ ახლა. აუ რა გემრიელია, აი აუ ძალიან გემრიელია მართლა. გადავიხადე დაახლოებით 15-16 ლარი ალბათ ორ ბურთულაში რა. აუ ეს ძალიან გემრიელია მართლა. თავის სიმჟავით და ყველაფრით მოკლედ 10-დან 10. მეორე ავიღე ნესვი. ეხლა დავაგემოვნოთ ნესვი. აუ ძალიან გემრიელია. ნესვს უფრო ისეთი დაბალანსებული სტანდარტული ნესვის გემო აქვს. აი ეს მაყვალს ძალიან გემრიელი იყო ეს სიმჟავე, ძალიან მომეწონა. აქედან ალბათ სასტუმროში ავალ ცოტა ხანი დავისვენებ, ცოტა აზზე მოვალ ამ სიცხისგან და როგორც კი მზე გადავა, მე გამოვალ გარეთ. კიდე ერთხელ გადავავლოთ თვალი ქალაქს და რამე გემრიელი დავაგემოვნოთ და უკვე ვიცი რაც უნდა ვჭამო და გარეთ რო გამოვალ, მე გეტყვით. საღამოს გასეირნების დროც მოვიდა, გამოვედი გარეთ ეხლა რამე გემრიელი უნდა დავაგემოვნო. მოვადე კი ერთ კარგ რესტორანს. ბევრი არიან ადგილობრივები. ჩემი ტაქტიკა ხო იცით, სადაც ბევრი ადგილობრივია, ესე იგი კარგ საჭმელს აკეთებენ და შევუკვეთე ტრადიციული თურქული რაღაც კერძი რა, რომელიც რაღაც სპეციალურ ქოთანში მზადდება. ძალიან საინტერესოა და დავაგემოვნოთ რა. თავიდან კაბაბს ვეძებდი, მაგრამ კაბაბი ისეთი მარტივი არჩევანი იქნებოდა, ამიტომ ეხლა ერთად დავაგემოვნოთ ნამდვილი თურქული კერძი. მოვიდა, აბა ვნახოთ რა არის. ესე გემრიელად გამოიყურება, რაღაცები მოვიდა, კიდე ეს ცხარე соუსია, რაღაც სხვადასხვა მისაყოლებლები, ბრინჯი რა თქმა უნდა. აბა ვნახოთ რა იქნება ჩვენი თურქული ნაციონალური კერძი. არა, გემრიელად გამოიყურება ნამდვილად. ეს თიხის ნატეხი დამიტოვეს თეფშს. ეს არის ქათმის ხორცით, ისე შეგიძლიათ საქონლის ხორცითაც აიღოთ ან ცხრის, რომელი გირჩევნიათ. გემრიელია. კარგია, მაგრამ რაღაც უფრო ისეც ველოდებოდი განსაკუთრებულს. რო გითხრათ, გავგიჟდი ისეთი გემრიელია თქო, ნამდვილად მოგატყუებთ. ეგრე არ არის. ჩვენი ჩაშუშული ბევრად უფრო გემრიელია რა. თითქოს რაღაც აკლია წვენს. არ ვიცი რა, მაგრამ აი თითქოს რაღაც დამაკლდა. მოდი აი ეს ძალიან ცხარე რაღაც გავსინჯოთ ახლა. მე მგონი ძალიან ცხარე იქნება და ბევრი გავაკეთე. არც ის არ არის ცხარე. მოკლედ დიდი არაფერი რა. ბრინჯი მივაყოლოთ. არა, ცუდი არ არის, გემრიელია. უბრალოდ 10-დან დავუწერდი 6-ს. იმიტომ რომ რაღაც ისეთი შოუ მოყვება ამ ყველაფერს, რომ რაღაც უფრო განსაკუთრებულს ველოდებოდი რა. შეიძლება ქათმის არის ესეთი ნაკლებად არომატული და საქონლის უკეთესი იყოს. არ ვიცი, მაგრამ ესეთია ჩემი შეფასება. აქედან არცაც წასვლას აღარ ვაპირებ, პირდაპირ სასტუმროში წავალ, რომ დავისვენო და მოვემზადო ხვალისთვის რა. ეს ვიდეო სავარაუდოდ დღეს აქ დასრულდება. სასტუმროში რომ მივალ, დავასრულოთ ეს ვიდეო. მაგრამ ჩვენი თურქეთში მოგზაურობა ტესლათი გრძელდება.
ხვალიდან ვაპირებ დავიძრა ტაო-კლარჯეთისკენ და მოვინახულო ჩვენი უძველესი ისტორიული ტერიტორიები, სოფლები, ტაძრები, ეკლესიები და მოკლედ წინ ძალიან საინტერესო თავგადასავალი გველოდება. აქედან ისევ დაახლოებით ეგრე 1200 კილომეტრი არის ჯამში ალბათ გასავლელი. ამიტომ იმედია ჩემი ტესლა უკან დასაბრუნებელ გზასაც კარგად გაართმევს თავს რა. ბევრი მწერს პირადში რომ წამოსვლა უნდა მანქანით და ძალიან გამეხარდება თუ ჩემი ვიდეო რამეში დაგეხმარებათ რა. ჩემი მთავარი მიზანიც ყოველთვის ეგ არის რომ ჩემი ვიდეოები ადამიანებს დაეხმაროს თავისი მოგზაურობის დაგეგმვაში, ასე რომ თუ დაგეხმარებათ მე ძალიან გამეხარდება. ხოლო ვისაც რამე კითხვა გექნებათ შეგიძლიათ Instagram-ზე მომწეროთ, მაქსიმალურად ვცდილობ ხოლმე რომ ყველას გიპასუხოთ რა. ეს ბავშვები ახლა რო შემხდნენ ერთ-ერთი გუში წამოვიყვანე, ღამე რო ვიყავი წასული მეორე ქალაქში, სადაც მანქანა დავტენე. იქიდან რომ მოვდიოდი ავტოსტოპზე ხელი დამიქნია, დავინახე ბავშვი იყო და მეთქი წავიყვან თქო და ამ ქალაქში მოდიოდა, ისიც წამოვიყვანე და გზაში 1-2 მივადგი ჩემი პლეიდით მეთქი ბავშვს, გავუსწორებ მეთქი და სავარძელზე იყო ჩაჭიდებული, ისე მოვიყვანე, ხმა არა მოუღია საერთოდ თელიქს. ამ ვიდეოს დასრულების დრო მოვიდა მეგობრებო და რა თქმა უნდა ამ ვიდეოს დავასრულებ ჩემს მეგობართან ერთად, ჩემს უსაყვარლეს ახალ მანქანასთან ერთად, რომელთან ერთადაც 1200 კილომეტრი გამოვიარე და ჩვენი მთავარი მიზანი იყო რომ აქამდე ჩამოსულიყავით, კაბადოკიამდე ჩამოსულიყავით და მე მგონი ამ დავალებას იდეალურად გავართვით თავი როგორც მე, ასევე ჩემმა ახალმა ტესლამ. მოკლედ მე ამ მანქანით ძალიან კმაყოფილი ვარ, იდეალური მანქანაა, ზოგადად ჩემთვის ტესლა არის იდეალური მანქანა. როგორც უკვე აღვნიშნე, წინა მანქანაც ძალიან მომწონდა და ზუსტად მაგიტომ მქონდა გადაწყვეტილი, რომ ისევ Model S-ი მეყიდა და სწორედ ამიტომ ჩამოვიყვანე აი ეს Play-დი და რავი 100%-ით კმაყოფილი ვარ, თუ არ ჩავთვლით აი უმნიშვნელო რაღაცეებს, საჭის გაქექვას და ასეთ რაღაცეებს, დანარჩენი რა ვიცი, ჩემი აზრით ამ მანქანას წუნი არ აქვს. ეს მოგზაურობა ჩემთვის ახალი გამოცდილება იყო, პირველად იყო ჩემს კარიერაში, რომ საკუთარი მანქანით წავედი სამოგზაუროდ სხვა ქვეყანაში, ასეთი რამ ადრე არასდროს გამიკეთებია, ჩემთვის საინტერესო გამოცდილება იყო. იმედია თქვენც მოგეწონათ, თქვენთვისაც საინტერესო იყო და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ მომავალში ეს ვიდეო იმ ადამიანებს გამოგადგებათ, ვინც მანქანით აპირებთ მოგზაურობას. აქვე ძალიან დიდ მადლობას გადაგიხდით ყველას, ვინც ჩემთან ერთად ხართ, ჩემთან ერთად მოგზაურობთ. არიზარებთ ვიდეოების დალაიქებას, კომენტარების დაწერას, არხის გამოწერას, ასევე ვინც Instagram-ზე არ მომყვებით და Facebook-ზე გადადით, გამოიწერეთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრ საინტერესო დეტალს გამოტოვებთ იმის გამო, რომ Instagram-ზე და Facebook-ზე არ მადევნებთ თვალს. აქვე მადლობას გადავუხდი ჩემ მეგობარ კომპანიებს, ლაგის, ტურისტულ კომპანიას Skyvia-ს და როგორც უკვე გითხარით, შემდეგ ვიდეოზე ხვალიდან დავიძრებით ტაო-კლარჯეთისკენ, უძველეს ქართულ ტერიტორიებს მოვინახულებ, პატარა სოფლებს, ტაძრებს, ეკლესიებს, მოკლედ ძალიან ბევრი საინტერესო ადგილი გელოდებათ შემდეგ ვიდეოში და რა თქმა უნდა, რომ არ გამოგრჩეთ, არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ. მოკლედ ყველას ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და დაგიბრუნდებით ტრადიციულად ძალიან მალე ახალი საინტერესო ვიდეოთი.